მოგესალმებით. მოცემულ ვიდეოში ვნახავთ, როგორ დავარედაქტიროთ ჩვენი რესტორნის ინფორმაცია. ამისათვის ჩვენი admin პანელიდან გადავიდეთ რესტორნის კატეგორიაში. შევედით რესტორნის მენეჯმენტის ნაწილში. როგორც ხედავთ, პირველი ველი გახლავთ რესტორნის დასახელება, რომელიც რეგისტრაციის დროს ეთითება. შემდგომი ველი არის რესტორნის აღწერა. შემდგომ გახლავთ რესტორნის მისამართი, იმისათვის რომ შევიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია, გადავიდეთ Google Maps-ზე. შევიყვანოთ ჩვენი რესტორნის დასახელება. დავაჭიროთ ღირაკს direction, დავაკოპიროთ და ჩავსვათ მოცემული ჩვენ რესტორნის მისამართში. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ ლოგო და ჰედერის სურათი, ანუ მთავარი სურათი. დავაჭიროთ შენახოს. როგორც ხედავთ, შეტყობინება გამოგვივიდა, რომ რესტორნის პარამეტრები წარმატებით განახლდა. გადავიდეთ მომხმარებლის მხრიდან ჩვენს ელექტრონულ მენიუში. მთავარი სურათი ნამდვილად შეიცვალა, ლოგო აიტვირთა, ჩვენი აღწერაც რესტორნის დასახელების ქვეშ გამოჩნდა. გადავამოწმოთ მისამართი. როგორც ხედავთ, მისამართიც ზუსტად არის მითითებული. შემდგომი სექცია გახლავთ სამუშაო საათები. როგორც ხედავთ, კვირის ყველა დღე არის მითითებული, თუ რომელიმე დღეს ობიექტი არ ფუნქციონირებს, უბრალოდ მონიშნოს გავუთიშავთ. აქ ვუთითებთ, თუ რომელი საათიდან ფუნქციონირებს ჩვენი ობიექტი და რომელ საათამდე მუშაობს იგი. ასე ვაკეთებთ ყოველ დღეს. ვაძლევთ შენახვას. გადავდივართ რესტორნის გვერდზე და როგორც ხედავთ, გვიჩვენებს, რომ ამჟამად ობიექტი დაკეტილია. შევცვალოთ. დავარესტარტოთ გვერდი, ობიექტი მუშაობს. საათებიც აქვე არის მითითებული მთელი კვირის. სულ ეს იყო, რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეჩვენებინა. წარმატებებს გისურვებთ.